მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ თქვენ შესავალ სიტყვაში, მე მგონი მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ თვითონ იმედის ჟურნალისტების აი ამ არსებული ვითარების გადაძღობისთვის განცხადებაში არაფერი არ იყო ნათქვამი. ეს იყო განცხადება უფრო ქართული ოცნების ძირითადი აღმრჩევლისთვის იმის თაობაზე, რომ უბრალოდ შეხსენება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ესე იგი გლობალურ ომის პარტიასთან თუ deep state-თან ომში და ამ ომის ნაწილია ეს სანქციები. ანუ ეს ამის შეხსენება და თავისთავად იმ ძველი ნარატივის კიდევ ერთხელ გამეორება მიუთითებს ხოლმე იმაზე, რომ აბსოლუტურად არ იყვნენ სად სანქციებისთვის ეს ადამიანები. შეგახსენოთ, რომ ეს არის პირველი სანქცია, რომელიც დაუწეს და ინსტიტუტებს და არა კონკრეტულ ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილმა იულად გამოცვალა კონკრეტული ადამიანები იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ სხვა რომელიმე ძალოვან უწყებაში, სადაც ვერ გამოცვალა, მაგალითად იგივე რუსეთის შემთხვევაში, ანუ სასამართლოში იქ ამხელს შეუქმნა სოციალური უსაფრთხოების, ესე ვთქვათ, გარანტიები და ბალიში, ანუ სანქციების გვერდისავალი ბუნებრივია, შავი ფულით, კეში და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ ტელევიზიაში, რომელიც თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, რომ არის საერთაშორისო ციფრულ სამყაროში ძალიან ინტეგრირებული, ხო, აქ ლაპარაკია მთელ რიგ კონტრაქტებზე, ხელშეკრულებებზე, რომლის გარეშეც ტელევიზია უბრალოდ რეალიზებს და რასაც ჭირდება ოფიციალური გადარიცხვები ისეთი ბანკების მხრიდან, რომელიც ჩართულია SWIFT-ში და საერთოდ დიახ გიორგი, აი დღეს დაისვა თუ არა, თუნდაც იგივე ივანიშვილის გამოჩენით ახლა რაღაცნაირად ბევრჯერ შევეხეთ ამ საკითხს. დასვა თუ არა ესე საკითხი ივანიშვილმა, მოდი ესე ვთქვათ, რომ აი იმედის დასუსტება ტოლობის ნიშანია, პირდაპირ პროპორციულია ქართული ოცნების დასუსტების. მე მგონი იცი რა, მე მგონი გამოჩენით სწორად დასვა, მე მგონი თქვენ წინასწარმეტყველს იგივეს ლაპარაკობდა და ეს აქცენტი თუ ეს ტოლობის ნიშანი და ისედაც ვიცოდით ჩვენ. ანუ საკუთარი გამოჩენით კი ეს დაადასტურა, მაგრამ ის რომ ხელისუფლების ეს ძალადობრივი თელი სისტემა, ანუ არალეგიტიმური ხელისუფლება დგას სამ ძირითად საფუძველზე. ეს არის პროპაგანდა, რომელიც ახლა დასანქციონდა, ეს არის რეპრესიული სისტემა, პოლიცია და პროკურატურა და ეს არის უსამართლო სასამართლო. სამივე ამ რგოლში სხვადასხვა დონით უკვე შეეხოთ მათ საერთაშორისო სანქციები. ყველაზე მძიმე მათთვის ამ შემთხვევაში აღმოჩნდა მედიაზე განხორციელებული სანქციები, არა იმის გამო, რომ მაგდანიკაშვილი უფრო მეტად უყვართ ვიდრე ვთქვათ მურუსიძე, არამედ იმის გამო, რომ მედიაზე როგორც ინსტიტუტზე განხორციელებული სანქცია უბრალოდ აღარ ტოვებს მექანიზმს გვერდიაუარო სანქციებს და ეს ანეკდოტური კონკრეტული შედეგების მომტანია, იმიტომ რომ წინა პერიოდში, ანუ მთელი პერიოდი როგორ პოზიციონირებს ოცნება, რომ სანქციები თქვა არ ახდენს გავლენას, არ მოქმედებს დიდად, ანუ ამ საკითხის გაბაიბურება ხდებოდა, ხო? ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში და ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის წინაშე დგას, როგორც გამოდის ხელისუფლება, რომელსაც შესაძლოა საკანონმდებლო და სხვა ტიპის მხარდაჭერა დასჭირდეს, ხო? აქ ალტერნატიული ბანკის შექმნაზეა ლაპარაკი და მთელი პროცესი გვერდის. ანუ იგივე საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს თქვენ შეგახსენებთ. ახლა უკვე მათ მიერ ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის ფარცხალაძის გადასარჩენად მათ და ეს ყველაფერი შეასრულეს, იმიტომ რომ იქაც საქმე ეხება ერთი კონკრეტული ადამიანის ფინანსებს. მედიაზე განხორციელებისა და დაწესებული ეს სანქციები უბრალოდ არ ტოვებს მექანიზმს, რასაც შეიძლება რითიც შეიძლება ეს ჩაანაცვლოს და ანუ ეს იგივე ბანკზე გაკეთებული განცხადება მართლა სასაცილო რაღაცნაირად კარიკატურულ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი, ხო, იმის გამო რომ ბანკი, რომელიც არ არის ჩართული საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში, ეს არის, არ ვიცი, ჩვეულებრივი ყულაბა და ესეთი ყულაბა კი იმედი ჟურნალისტებისთვის ვიღაცამ შეიძლება გააკეთოს და იქ ფული შეწიროს, მაგრამ არაფერს არ ცვლის, ანუ ვერ ანაცვლებს ამას ვერანაირად ჩაანაცვლებენ იმას, რაც მათ უკვე დაკარგეს. ხო, მათ შორის განცხადებები თურნავას სრულიად უზნეო ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ უკანონო იმასთან დაკავშირებით, რომ მან ბანკებს მოუწოდა რომ ისინი უნდა დაემორჩილონ ეროვნულ კანონმდებლობას, რომ შესანიშნავად ეს მე შეგახსენებთ, ეს არის ქალბატონი, რომელიც ოფიციალური დეკლარაციით, საკუთარი დეკლარაციით მის მიერვე შევსებულით ქეშის სახით ინახავს და საკუთარ დანაზოგს, რამდენიმე ასეულობით 1000 თუ სწორად მახსოვს დოლარზე იყო ლაპარაკი. ანუ ეს ადამიანი, რომელსაც თვითონ ქეშით აქვს ეს რა ქვია შენახული საკუთარი დანაზოგი, რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ყოველას მე ამ წუთას არ მაქვს სამწუხაროდ, მაგრამ უამრავად ქართულს და არა მხოლოდ სამ ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ მათ შორის ამ ქვეყნიდან წასულ ჩვენს ემიგრანტებს და ამ შემდეგ ქართულ ბანკებში აქვს
სხვადასხვა ტიპის მცირე დანაზოგები დეპოზიტებზე და ამ ყველაფერს აყენებენ edge ქვეშ, დარტყმის ქვეშ იმის გამო, რომ პროპაგანდა გადარჩეს, იმიტომ რომ პროპაგანდა რომ არა ეს ტყუილი, ანუ თქვენ ხო გესმით, რომ არა ეს ნაწარმოები რეალობა, რომელსაც TV იმედი და პოსტივი ქმნიან, შეუძლებელი იქნებოდა ქართული ოცნების მხრიდან ხელისუფლების აქამდე შენარჩუნებაც. კი. გასაგებია. გიორგი, თუ ჩვენ სერიოზული მექანიზმია, რომელიც ხელიდან ეწევა. თუ ანუ ასე ხდება საკითხის აღქმა, რომ ივანიშვილის ოცნების დაზუსტება პირდაპირ პროპორციულია, იმედის დაზუსტება პირდაპირ პროპორციულია ოცნების დაზუსტების, მაშინ აი რა არის ახლა ივანიშვილის სვლა? რამდენიმე განცხადებას გავუსვი მე ხაზი, ანუ ფაქტობრივად დიდი ბრიტანეთი Deep State-ის მართულად არის გამოცხადებული. ევროპელებზე ამბობენ, რომ ევროპულ ბიუროკრატიას, იმიტომ რომ მათთან არ არიან თანხვედრაში და თავსებადები, ასე გამოდის, ამბობენ, რომ ბიუროკრატიას არაფერი ეშველება და ვიცით ხო, იქ რა ეტაპზე არის ეს ურთიერთობები, ხოლო ამერიკასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ იმედი აქვთ, რომ ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს. და სხვათა შორის იყო კითხვა კიდე ინტერესი, ხო, აი წინა პერიოდში რაღაც ომის ჩართვა იყო, თემას ახსენებდნენ ხოლმე მუდმივად და დღესაც იყო თუ არ ვცდები კითხვა კობახიძესთან, ახლა რა ინტერესი რჩება და ნუ ვიცით ხო, ამერიკის ძალისხმევა რაში მდგომარეობს, რომ დაასრულოს ეს რუსეთ-უკრაინის ომი და სწორედ ამას ემსახურება მთელი ეს ძალისხმევა. აი მაშინ რა გამოდის? რეალურად, აი რას შეიძლება ამ შემთხვევაში მოეჭიდოს ქართული ოცნება, ან როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული მათივე მხარდამჭერებში, ხო? დიახ, მთელი ეს ნარატივი ომის და მეორე ფრონტის, ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის შესახებ და იგივე Deep State-ის შესახებ. ეს არის გამონაგონი, რომელიც ამ მედიებმა შექმნა და ეხლა ამ მედიებს ვინაიდან ემუქრება საფრთხე, ემუქრება მათ შორის ამ ნარატივის დამაჯერებლობას, მის გავრცელებას ყოველდღე ადამიანებისთვის თხრობას საფრთხე, ხო? ანუ გასაგებია, რომ ამიტომ ეს არის დიდი საფრთხე რეჟიმისთვის. რაც შეეხება რა დარჩენია ივანიშვილს, ჩემი აზრით ამ განცხადებაში კარგად ჩანდა და ეს ეხლა თქვენც აღნიშნეთ, პირველი, ისინი ისევ აკეთებენ, ჩემი აზრით არასწორ დაშვებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან მოახერხებენ ურთიერთობის ნორმალიზებას და მეორე დაშვება ირიბად ჩანდა, რომ ქართული ოპოზიცია ვერ შეძლებს კოორდინაციას საერთო ბრძოლის და ალტერნატივის წარმოჩენას საზოგადოების წინაშე. ეს არის ორი ძირითადი შიში, ერთი შემთხვევაში ეს არის არასწორი ჩემი აზრით მოლოდინი, მეორე შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინი მათი, რომ ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, იქნება არასწორი. რაციონალურად და გონიერების ფარგლებში მას რა თქმა უნდა დარჩენილი აქვს კიდევ ერთი სულა, რომელიც სხვადასხვა შორის არაერთხელ გამოუყენებია, ეს არის პრემიერ-მინისტრის შეცვლა, ჩანაცვლება, შედარებით უფრო ესე იგი დეესკალაციისკენ ამიმართულებით ნაბიჯის გადადგმა და შედარებით უფრო ნაკლებად ხისტი პრემიერის შერჩევა, მათ გახსოვთ ხო, ყოლიათ შედარებით ხისტი და რბილი პრემიერები აი მაგალითად რბილი პრემიერის მაგალითად ყველას გახსენდება პრემიერი ბახტაძე, ხო? ანუ ერთი ეს სულა ჯერ კიდევ არის მის ხელში, პრემიერის შეცვლა და პლუს რა თქმა უნდა პოლიტპატრიონების გათავისუფლება, მაგრამ ეს ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ რაციონალურად ჩანს, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ მართლა ჟანრის კანონი ითხოვს, რომ ბოლო ჟამისას ავტორიტარები როგორც წესი ასეთ რამეს ვეღარ ახერხებენ ხოლმე. არა იმის გამო, რომ ეს არასწორია, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ მათ თვითონაც ამ პარანოის და შიშის გამო და მათ ირგვლივ მყოფი იესმენებით ძირითადად უხატავენ იმ სამყაროს, სადაც ისინი სულ არიან მართლები, ანუ ისინი რეალობას იმდენად წდებიან, რომ ბოლოს უშევენ ხოლმე ძალიან მძიმე შეცნობს. ამიტომ არველი ივანიშვილისგან ასეთ გამოსავალს, თუმცა ეს სულა ჯერ კიდევ დარჩენია. ხო, აი ალტერნატივაზე მითხარით, გიორგი, ძალიან დიდი აქცენტი ქონდა ოპოზიციაზე. ნუ ფაქტურად საფუძვლად ეს დაასახელა, ხო? აი ანუ გარეძალებზე დამოკიდებული და თქვათ, ნუ აი ამ ნაწილში, ანუ ამერიკისგან არ უნდა მოხდეს რაიმე დაშვება, ხო? სასიკეთო ვთქვათ ესე გამოდის ხო აი ამერიკის ნაწილს უყურებენ კრიტიკულად ესე ჩანდა იმიტომ რომ აქ სხვა შორის მოთმინებაც ახსენა კობახიძემ რომ აი მოთმინებით ელოდებიან სამათ შორის საჯარო პოზიციონირებას აი ამ ნაწილში რისი თქმა შეგიძლიათ ალტერნატივაზე ლაპარაკი ძალიან დიდი ხანია არის თქვენც ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენთ კონკრეტულად თავისუფლების მოედანს და ამაზე დაკვეთა საზოგადოებისგან ძალიან დიდი ხანია არის და ამაზე ჩვენ ასევე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ აი თუნდაც ამ შეფასების გათვალისწინებით ხო ასე რომ დააყენა ეხა საკითხი ამ ჭრილში კობახიძემ როგორ ფიქრობთ ეს რა ტიპის დასკვნის საფუძველია თქვენთვის თითოეული პოლიტიკური ჯგუფისთვის
მოკლედ ივანიშვილის მხრიდან ასე საკითხის დაყენების გარეშე ჩემი აზრით პოლიტიკური ალტერნატივის მნიშვნელობა და მის ჩამოყალიბების მნიშვნელობა ისეაც გაცნობიერებულია არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში, არამედ ზოგადად მე მგონი საზოგადოების დიდი ნაწილი ამას იაზრებს და ითხოვს კიდეც. მე არ გამორიცხავ რომ ამ შემთხვევაში კობახიძეს მის სპეცსამსახურებს და შემდეგ ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ეს პროცესი პოლიტიკურ პარტიებს შორის რაღაც ტიპის საერთო შეთანხმების საერთო ჩარჩოზე ჩამოყალიბების თაობაზე ბოლოსკენ მიდის, ანუ სრულდება და წარმატებით მიდის, როგორც ჩანს ამაზეც აქვს მათ რაღაცნაირად წარმოდგენა და ესაც ინფორმაცია და ამ განცხადებით რაღაცნაირად წინსწრებად ცადეს დისკრედიტაცია საერთოდ ამ იდეისა საქართველოს მოსახლეობის თვალში, რომ თითქოს ეს იქნება რაღაცა ამერიკული მხარის თუ დასავლეთის მოთხოვნა და არა რაღაცა შიდა ესეთი ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ოპოზიცია ეხლა შიგნით გადის. მე მინდა უთხრობ ჩვენს მაყურებელს, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ივანიშვილმა რაღაცა გარეძალების აბსოლუტურ რაღაცა გავლენებზე ამ ქვეყანაში, ფაქტია რომ ეს ესე არ არის, ალტერნატივად საბოლოო ჯამში ალტერნატივად უნდა აღიქვას ჯერ და მე აღიაროს და ცნოს ამ ქვეყნის მოსახლეობამ, ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა ელექტორატმა და არა მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ეს დაინახოს იგივე დასავლეთმა. ხო, ან პირიქით არასოდეს არ ხდება ეგ, მაგრამ ეხლა ხელისუფლებისგან რომელმაც თავის დროზე თქვენ თუ გახსოვთ საერთო ოპოზიციური განცხადების ტექსტზე აი სწორედ იმ პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ იმედმა მთელი სპექტაკლი დადგეს იმის თაობაზე, რომ თითქოს ტექსტიც კი, რომელიც იმ დროს ოპოზიციამ გაავრცელა, ბრიუსელიდან მიიღეს, ხო? ანუ როცა ეგეთი რაღაცას გაბრალებენ, რომ აქ თითქოს ქართულ ოპოზიციას რაღაცა განცხადების ტექსტის მომზადებაც კი არ შეუძლია ბრიუსელის თუ დასავლეთის გავლენების გარეშე, გასაგებია რომ ანუ ამ განცხადებიდან ჩანს, რომ არის საკითხი, რომელიც არ ვიცი მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ ქართულ ოცნებას აღელვებს. ხომ, აი თქო დამეთანხმებით ამაში კონკრეტულად ალტერნატივის საკითხზე რაც თქვა. ეხლა მე თქვენ გეკითხებით როგორც ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს, ანუ ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას იმგვარ ფორმას, გადაწყვეტილებას თუ კოორდინაციას უმზადებენ, რომელიც ფინალისკენ მიდის, რომელსაც აძლევს საფუძველს ივანიშვილს, რომ მან ინერვიულოს ამ კონკრეტულ საკითხზე, თუ ამას დაემატება, ვთქვათ, დემოკრატიული ძალებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. ეს არის პროცესი, რომელსაც ნახავს უახლოეს პერიოდში საზოგადოება და ოცნებას თქვენი მტკიცებით სანერვიულოდ აქვს ამ მხრივ საქმე? მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას თუ რამე აკლია, ეს არის პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და ალტერნატივის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა უკვე ოპოზიციაში და მგონია, რომ კი დასასრულს უახლოვდება ეს პროცესი და მალე იქნება ცნობილი. ანუ რა არის, ხო, როგორც ეს ავტორიტარული რეჟიმების დემონტაჟი ხდება, როდესაც მათ პროპაგანდისტულ მანქანას ეძლევა საფუძველი, როდესაც რეპრესიული სისტემა ვერ ამარცხებს თავისუფალ მოქალაქეებს, ამ ორ რამეს ხედავ და მესამე ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე პოლიტიკური ალტერნატივის საკითხი. რადგან ეს პოლიტიკური ალტერნატივის საკითხიც ჩემს წინ წაიწევს, ცოტა ხანში იხილავს ამ ყველაფერს საზოგადოება, მე მგონი რომ სამართლიანად ღელავს ხელისუფლება, იმიტომ რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია ქართული ხალხის თვალში ისედაც, მისი ძალაუფლება იდგა ორ რამეზე, ხო, ერთი მხრივ უბრალოდ საპოლიციო რეჟიმი, რეპრესიები და მეორე მხრივ მოქალაქეთა ინერტულობა იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია ოცნება, თუმცა ზუსტად არ იცია რა იქნება ცვლილება, ვინ შეიძლება, ანუ როგორი იქნება უბრალოდ ეს ცვლილება, ხო? ანუ ეს როგორი იქნება მომავლის საქართველოს, რომელსაც ერთიანი ოპოზიცია კოორდინირებული ჯგუფები შესთავაზებს საზოგადოებას, მე მგონია, რომ ცვლილებისთვის ძალიან სერიოზული მამოტივირებელი ძალა იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის. კარგით და ეს პროცესი ამ პროცესს ნახავს უახლოეს პერიოდში საზოგადოება. ანუ აი რა თქვათ, რაზე არის სხვა შორის დღეს არჩევნებთან დაკავშირებითაც იყო კითხვა. კიდევ ერთხელ მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს ჩვენი არხის ჟურნალისტის კითხვებზე პასუხს მოისმენს უახლოეს საინფორმაციო ეთერში ჩვენი მაყურებელი. საკმაოდ საინტერესო აქცენტებით თავისთავად. აი თქვენი მოლოდინი რა არის, გიორგი, აი რაზე არის გათვლა? იმიტომ რომ როგორც ჩანს ოცნების მთავარი აქცენტი მაინც გარკვეულწილად ამერიკას შეეხებოდა, ხო, აი კიდევ ერთხელ მინდა და აი მოლოდინს და სიტყვა მოთმინებაც კი ახსენა ამ ჭრილში კობახიძემ და
ამ კუთხით საზოგადოებას დასკვნა რა უნდა იყოს, აი თქვათ რა ტიპის სამუშაო სრულდება ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. თუ ეს ის რეჟიმია, როდესაც პროცესი რაღაც თავისთავად მიდის და ვთქვათ, აი ნახოთ რა განმარტებებს შეიძლება დაელოდოს ყველა ერთად, ხო? აი კიდევ რა ტიპის პროცესს აჩვენებთ თქვენ ოპოზიცია საზოგადოებას და რა ინფორმაციას ფლობთ მათ შორის ამ საკითხებზე? ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილში, რასაც კობახიძემ გაუსვა ხაზი, მე ასეთ ინფორმაციას არ ვცნობ, რომ ამ წუთას მაგალითად მზადდებოდეს, აი ამ წუთის მდგომარეობით ოპოზიციის ვიზიტი სადმე დასავლეთის რომელიმე მნიშვნელოვან დედაქალაქში, მithumetes ვაშინგტონში, არც ის მსმენია, რომ უახლოეს პერიოდში იყოს ეს ყველაფერი დღის წესრიგში. მე მგონია, რომ ეს ბუნებრივი განვითარება იქნება იმ პროცესისა, რომელიც დაწყებულია და დაწყებულია საერთო ოპოზიციურ შეთანხმებაზე. უბრალოდ მუშაობა მას დიდი ხანია დაწყებული, მაგრამ ეს მუშაობა პრაქტიკულად სრულდება და დარწმუნებული დღის სინათლეს მალე იხილავს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ არ გამოვრით უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და მოქალაქეებისთვის მისაღები პროექტი და ამის შემდეგ თუ ეხლა ეს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იქნება მისაღები, რა თქმა უნდა, დასავლეთშიც ამას მიიღები როგორც ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ალტერნატივას. პირიქით ეს არასოდეს ახდება. ანუ ისიც რა არის ქართული ოცნების ეს პროპაგანდა დასავლეთის ჩარევაზე, deep state-ზე და ასე შემდეგ სამწუხაროდ მას მცირე დოზებით, რა თქმა უნდა ისინი ამის გადაჭარბებას ახდენენ, მაგრამ მცირე დოზებით სულ უდგას რაღაცნაირი გაზიარებული ჩემი ეს არასწორი ცოდნები საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში დასავლეთის ხან პოზიტიურ და ხან ნეგატიურ როლზე ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების საკითხში იქნებოდა ეს ვარდების რევოლუცია, მაგრამ ძველ ისტორიულ გამოცდილებებზე მაქვს ლაპარაკი რა. არც 2012 წელს, არც მანამდე 2003 წელს არ ყოფილა ეს პირიქით, რომ ვაშინგტონში შეარჩიეს აქ ვიღაც ოპოზიციონერი ლიდერები, ან ბრიუსელში და ამის შემდეგ მოხდა რევოლუცია. პირიქით იყო ეს ყოველთვის, როდესაც ისინი დაინახავენ, რომ აქ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელსაც აქვს ქართული ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, შემდეგ ისინი ამას უბრალოდ როგორც ფაქტს ისე იღებენ. ეს ისინი ხედავენ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს საერთო სახალხო მხარდაჭერა, მაგრამ ვერ ხედავენ ალტერნატივას. თუ ასეთ ალტერნატივას დაინახავენ და მხარს დაუჭერენ, ეგ არამც და არამც არნიშნავს იმას, რომ იქ თავიდანვე ვიღაცას აქვს ეს გადაწყვეტილი სადმე დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში. ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში წყდება ამ ქვეყნის ბედი უპირველეს ყოვლისა. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობები. გიორგი შაიშმელაშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში, ის თავის